სვანეთის როგორც ტურისტული ცენტრი შეაძლებლობებს ტურიზმის დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარე ადგილზე ეცნობოდა უნიკალურ ბუნებასთან ერთად მშენებარე აეროდრომი, ახალი სათხილამურო ტრასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურა სვანეთის მთავარი სავიზიტო ბარათი უნდა გახდეს. სტუმარს დღეს რჩევებს ადგილობრივი მოსახლეობაც აძლევდა. ამ დაპირებით დატოვა სვანეთი ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალმა შეფმა. მაია სიდამონიძე დღეს მესტიაში საგანგებოდ ჩავიდა. სვანეთის მთებში მიმდინარე სამუშაოები და ინფრასტრუქტურა ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დღეს პირველად დაათვალიერა. კავკასიონის ცენტრალური ქედი არის ეს, საინახეთ უკან უშბაა, ადადის ასე. ყველაზე რთული კლიმატური პირობების 12 კილომეტრი ბეტონის სადააგო მესტიას უდიდეს მონაკვეთზე და ახლა ბატონი დემური და ახლა ერთად აგებენ აი საბაგირო გზის ხელმიმავალს. მაია სიდამონიძე ტურიზმის სექტორში დასაქმებულ მოსახლეობასაც შეხვდა და ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ რჩევები ადგილობრივებისგან მიიღო. ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ახალი სამთო სათხილამურო ტრასა, მშენებარე აეროდრომი და ახალი სასტუმროები სვანეთში ამ კუთხეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად აქცევს. ჩვენის მხრივ ტურიზმის დეპარტამენტს გვინდა რომ მოვახდინოთ ამ მიმართულების სწორი პრომოუშენ და რეკლამირება როგორც უცხოელ ბაზრებზე, ასევე შიდა ბაზარზე, რომ უფრო მეტი ტურისტები ჩამოვიდნენ აქ და იყოს უკვე ყოველსეზონური დატვირთვა. მესტიაში დღეს უცხოელი ჟურნალისტები ჩავიდნენ. ახალი მშენებარე კურორტის ძველი სვანური კოშკებისა და მესტიაში მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ ისინი ევროპული, ამერიკული და ავსტრალიის პრესაში დაწერენ. ძალიან საინტერესოა ეს ადგილი ჩემთვის, ძალიან ლამაზი მთებია. ვფიქრობ, რომ საქართველოში დიდებული და ძალიან მდიდარი ხალხი ცხოვრობს. სვანეთის ბუნება ღმერთისგან ბოძებული სიმდიდრეა. Грузия это прекрасное государство. ყველას ვურჩევ, რომ აქ ჩამოვიდნენ, აქ ჩამოსვლისას განსაკუთრებული გრძნობა გეუფლება. მე მომავალ წელსაც აუცილებლად დავისვენებ სვანეთში. Но я должен ინფოტური მესტიაში, რომელშიც ჟურნალისტების გარდა საქართველოსი დაინტერესებული უცხოელი ტუროპერატორებიც მონაწილეობდნენ, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაგრძელდა. Auch schon Krieg mit Russland kam nicht so weit. Nein. ტურისტული ინფრასტრუქტურისათვის მზადდება ისტორიული უბნების, ისტორიული იერსახის მიცემა, ამავე დროს ხდება კოშკების გადახურვა, რომელიც ჩვენი კულტურული ისტორიული მემკვიდრეობის ძირითად ნიმუშებს წარმოადგენს და ეს ყველაფერი ერთად კომპლექტში ძალიან შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას. სტუმრებმა მესტიაში ვერტფრენთი მოგზაურეს. სვანური პეიზაჟები უცხოური გამოცემებისთვის ფოტოგრაფებმა ყველაზე მაღალი წერტილებიდან გადაიღეს.